1001 ღამე. ფიქრობ, რომ მძულ ხარ არა? სტები. აქრისთვის მოხვედით. აშკარაა, რომ ყავის დასალევად არა. მითხარით, რა გინდათ? შენი და ჩემი შვილის ურთიერთობაზე აღარ ვნერვიულობ. რადგან ჩემ შვილს უყვარ ხარ. და ის შენც გიყვარს. იცი რა არის ნამდვილი სიყვარული? ყვავილი, რომელიც შუა ზამთარშიც კი იფურჩქნება. ჭეშმარიტი გრძნობაა, რომელსაც მიუხედავად ყველაფრისა ვერაფერი ვერ შეაჩერებს. ამით რისი თქმა გინდათ? ბურაკი შენს გაცნობამდე სიყვარულს არ აღიარებდა. თქვენ სხვადასხვა წრეს ეკუთვნით შვილ. ხშირად კამათობთ. ეს აშკარაა. თქვენი სიყვარულის ყვავილს პირველივე ზამთარი გაანადგურებს. თუმცა მე წინასწარმეტყველი არ ვარ. თუ თქვენი სიყვარული ნამდვილია, მას ვერავინ ვერ დაანგრევს. ყველა სირთულეს გაუძლებს. გასაგებია. ალბათო სევოლ, ძალიან ლამაზად ლაპარაკობთ, მართლა. ზაფხულის ყვავილი, ზამთრის ყვავილი, სიყვარულის ყვავილი. ეს მთელი პოეზია. მე ისეთ სკოლაში არ მივლია, სადაც შექსპირს სწავლობდნენ, თუმცა ჩემთვის მაინც ყველაფერი გასაგებია. მე ბურაკი მიყვარს და მასაც უყვარ ვარ. კარგი. მკვდარი ვარდი. არ არსებობს სიყვარული, რომელიც სამუდამოდ გაგრძელდება. ბურაკი შენი რჩეულია. შენ თავს უთხარი, რომ ბურაკი გიყვარს. მიუხედავად იმ დიდი უბსკრულისა, რომელიც თქვენ შორის არსებობს. უთხარი შენ თავს, რომ მუდამ გეყვარება, თუმცა მასთან არასოდეს იქნები ბედნიერი. საუბარი პოლონეთის პროექტის შეჩერებაზე არ არის, მაგრამ თანამშრომლები უხელფასო შებულებაში გავლენ. არა, ბატონო ჰალუქე, შეუძლებელია. სხვა შანსი არსებობს? კერემ, ეს პროექტი პოლონეთის მრეწველობის სამინისტრომ მოიწონა. თანამშრომლებს როგორ აუხსნათ, რომ უხელფასო შებულებაში ვიშვებთ? პოლონეთის პროექტის შეჩერება ბირჟაზე მარცხს ნიშნავს. ბირჟაზე ისედაც უდადაა საქმე. ბურაკ ტელეფონი გამორთე. კარგი, ახლავე გამორთა. ბატონო ჰალუქ, ბატონი ონური დაერწმუნეთ, რომ იმოქმედოს. ვერ აღერსებით. არასოდეს არ დავნებდები. არ დავნებდები. არ დავნებდები. არა. ფინანსებს სხვა ბანკს ვთხოვთ. დღევანდელი სიტუაციით ეს არ რეალურია. ახლა ბანკები თვითგადარჩენისთვის იბრძვიან. მაშინ გამოცავალი არ არსებობს. მშენებლობა 15 დღით შევაჩეროთ. დროის მოგება ვცადოთ. კარგი. კარგი, მართალი ხარ. და რა გადავწყვიტეთ? ქალბატონო ნურჰაიათ. გისმენთ ბატონო? ბილეთი შეუკვეთეთ ვარშავის უახლოეს რეისზე. კარგი ბატონო. ვალ დავბრუნდები. ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ეთანხმები? ხო.
რამდენი დავალება მოგცეს? გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა. სკოლაში როგორ არის საქმე? ჯერჯერობით ნორმალურად. დედიკო, დედა, ჩემო საყვარელო დედა. ჩემო საყვარლებო. დიდი ხანი არ გამოჩენილ ხარ. მომენატრე, სად დაიკარგი? ინებეთ ბატონო. მადლობთ. სხვას გავიჩენ. საყვარელი ხარ. გამარჯობა. შენ რა ახალი ხარ? კარგად დაისვენეთ. წამოდი. წამოდი ოთახში შევიდეთ. ადექი. ჯერ ადრეა ძვირფასო. წამოდი. ადექი. კარგად. დაო პოლიცია, ყველას დაგვაპატიმრებენ. რას ამბობ? ჩქარა სარდაფში ჩადით. დაგვიჭერენ. გაინძერი. მიდი ლამაზო, ნოიცინი. შეტყობინება მოვიდა, რომ აქ საროსკიპოა. რას ამბობთ ბატონო? ეს შეცდომა რაღაც გაუგებრობაა. ძაღლს დავათვალიერებთ, შრეკა ჩავატარებთ. ყურადღებით იყავით, არც ერთი ადამიანი არ უნდა გავიდეს. ჩვენ აქ ეწავიდეთ, თქვენ იქით. ყველგან მოძებნეთ, დროზე. თქვენ დაბრძანეთ. ყველანი ადგილებზე. პოლიცია. ეს ბრძანება, ყველანი გამოდი, დროზე. ყველა ოთახი დაათვალიერეთ. შენ იქ ნახე. შენ მე გამომყევი. ჩაიცვით და გამოდით. რა ხდება? წამოდი. მე არაფერი დამიშავებია. ალბათონო ჩაიცვით. სად მიყავართ? იარე. არ მესმის, ეს რასაქციელია. ალბათონო გამოყვებით. რა საშინელება, ამის უფლება არ გაქვთ. თხოვთ, ქვევით ჩადით. რა გინდა ჩემგან? დიდი დროზე. გამშვიდით, მოყვირით, დროზე ჩადით. მომისმინეთ ბატონო კომისარო. 8 ჯერ ვიყავი გათხოვილი. კარგი. შვილებო, ჩემო გოგოებო, დაწყნარდით, არ გინდათ არღეს სკანდალის ატეხვა. კარგი. გთხოვთ, გამიშვით. რატომ გვიღებთ? არ გვინდა, ნუ გვიღებთ. ეს რაღაც გაუგებრობაა, ნუ გვიღებთ. ღმერთო, ნუ გვიღებთ. მანქანაში ჩასხედით, დროზე. მე ნუ მიღებ. დროზე მანქანაში. ნუ მიღებთ. სად მიყავართ ბატონო კომისარო? თავი დამანებეთ. მანქანაში, დროზე. დედა, ჩვენც წამოვალთ. თქვენ უნდა დაეძინოთ შვილო. რამე ბენუსთან დარჩები? არა, დაბრუნდები. ლილიპუტო, დროზე დაეძინეთ, კარგი? კარგი. მე წავედი. ძილინებისა. ღამემშვიდობისა. ბავშვებო, ზევითადით. ჯერ დაიბანეთ, მერე დროზე საწოლებში. სწრაფად.
მაგწანს? ჩემო ძერფასა. ფეხმზე მეკალს ნოაატირებ. ნასი ლამაზია. იცი? ეს ქერამა დავწერა პატარას. ბენო 9 დღე დარჩა არა? ხო, ძალიან აღელვებული ვარ. არაჩვეულებრივი დედა იქნები. გისმენ ფირდებს. ბატონო ონურ, საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. ხომ თქვით, გამაგებინე როცა ქალბატონი შახრაზადი გავაო. ხო. ქალბატონი შახრაზადი ახლა ხან გავიდა სახლიდან. მითხრა ბენოს სანახავად მივდივარო, მაგრამ არ ვიცი რა ვიფიქრო. კარგზე იფიქრე ფირდებს. კერემი ერთი დღით პოლონეთში გაემგზავრა. ბენო მარტო რომ არ დარჩენილიყო, ამიტომ დავიდა მასთან. ბავშვებს ზინავთ? დიახ ბატონო, ზინავთ. კარგი. შახრაზადის ნოუთბუქი ჩანთაში ჩადე, ტაქსი გამოიძახე და მოდი. ვერ მოგიტანთ, რადგან ქალბატონი შახრაზადის ნოუთბუქი გუშინ მოიპარეს. რა? მანქანა რესტორანთან ახლოს სადგომზე გაუჩერებია. საბარგული გაუხსნიათ და მოუპარავთ. სახლში არ დაბრუნებულა? თუმ გააფრთხილეს არ მოხვიდეო. ბატონმა ქერემმა რამე გითხრა? მაგალითად რა? არ ვიცი, რამე? იმის გაგება გინდა ქერემი ბატონ ონურ შენზე ელაპარაკა თუ არა? ეგ არ მაინტერესებს. შახრაზად, კარგი რა, ვიცი როგორი ამაყი ხარ. ბატონ ონურს მოატყუებ, მაგრამ მე ვერა. გასაგებია? სიამაყე რა შუაშია ბენო. გულწრფელად მიპასუხე. თუმცა ისედაც ვიცი რომ ძალიან გიყვარს. კარგი. კითხე. ონური რას აკეთებს? არ ჭამს, არ სვამს, არ ძინავს? მიდი მკითხე. ნუ ხარ ამაყი. ხო, ნერვიულობ, როგორ არის? გაწყობს ეს პასუხი. ახლა გასაგებია. მეც მშვიდად ვარ. რა თქმა უნდა, ნერვიულობ ბენო. არ იცი საცხოვრობს. სასტუმროში. რომელ სასტუმროში? რომელში? ოქროს ბოსფორში. ოქროს ბოსფორში? სახლთან სულ ახლოს. მერე? რა მერე? საღამოობით რას აკეთებს? კლუბში დადის და სვამს? ბენუ. ორივე სულელურად იქცევით შახრაზად. განსაკუთრებით შენ. მიდი ონურს დაურეკე. არ დავურეკავ ბენო, ნუ მაიძულებ. ონურმა რაც შეძლო, ყველაფერი გააკეთა, შენთან დარეკვის ეშინია. შენ დაურეკე. არა. რატომ? არ დავურეკავ. მაგრამ რატომ? უბრალოდ არ მინდა. მართლა არ მესმის. შახრაზად, რატომ იქცევი ასე? რატომ ჯიუტობ? იქნებ მომიყვე. ვერ მოგიყვები ბენუ, გასაგებია არ შემიძლია.
რაში გაინტერესებს შვეიცარია? იქ აღარავინ არ მიემგზავრება. რა სისულელეა? სისულელე? ურუგვაიშია სათხილამურო კურორტი. იქ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროა აშენეს. რას ამბობ? ბურაკ, მოგეწონა ის სათხილამურო კურორტი? რომელი? ფინეთში? ხო. ფინეთში კაც არის? არის რა თქმა უნდა. სასტუმროში ერთი ღამე $2000 ღირს. რა? რას ამბობ ძმაო? ამდენი ფული ერთ ღამეში უნდა გადაიხადო? ო, მაგარ ღამეს გაატარებ. ასეთი საუბრები არ მოგწონს არა? ამდენი $1 არასოდეს არ მინახავს. სანამ ბურაკზე დავქორწინდებოდი, არ მინახავს. იცი, არც მე მინახავს. იქ ყოფნა დიდი სიამოვნებაა. არც მათი საუბარი მომწონს. მისთვის სულ ერთია, რომ მის გვერდით არ ვარ. უბრალოდ ფიქრობს, რომ სულ მის გვერდით ხარ. მადლობ. მერტ, ცოტა დამამშვიდე. ისეთი კოქტეილები გააკეთე, რომ ჩემი მეგობრები გახალისდნენ. კარგი? აბა შენიცი. რა ხდება? მე სახლში მივდივარ. სეზენ? საყვარელო მოიცადე. სეზენ? დავით ამანებე. სეზენ, სად მიდიხარ? გაჩერდი. ვერ გაიგე, სახლში მივდივარ. სეზენ, შერა, დამცინი? მერთო ჩემო, ახლა ხან მოვედით. გითხარი, დავით ამანებე მეთქი. სეზენ, რა მოხდა? რამე დავაშავე? სხვა გოგოს შევხედე? რა გავაკეთე? რა გააკეთე? ხო. არაფერი არ გაგიკეთებია, უბრალოდ ჩემი არსებობა დაივიწყე. ეს რას ნიშნავს? როგორც კი მეგობრებს ხვდები, შენთვის აღარ ვარსებობ. სეზენი იმ წუთსავე ქრება. ვერც კი შენიშნე, რომ ბართან მივედი, რა თქმა უნდა. ბატონი ბურაკი თავის მეგობრებთან ერთად იცინოდა, ეს სულელური საუბარი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მე. ურუგვაის სათხილამურო კურორტი, შვეიცარიის მთები. ბურაკ, ცხოვრებაში სნოუბორდით არ მისრიალია, არც ფინეთში ვყოფილ ვარ, მაგრამ ამის გარეშეც მშვენი რად ვგრძნობ თავს. გასაგებია? სეზენ, ისევ ნუ დაიწყებ სოციალურ ფენებად დაყოფაზე ლაპარაკს. მომბეზრდა. მართლა? ხო. მაშინ მოდი სერიოზულ თემაზე ვილაპარაკოთ. უკვე რამდენი დღე გავიდა და მამაზე არაფერი არ ვიცი. იქნებ მოკვდა. მე საშინლად ნერვიულობ, შენ კი იმ უსაქმურებთან რაღაც სიცოცხლეებზე ლაპარაკობ. დედა ბურჩინი გაიზარდა? რა თქმა უნდა გაიზარდა. თქვენ ხომ მოვლიდით? ხო. უმოთი მშვიდი ბავშვია? ხო, ძალიან მშვიდია. ჩემო საყვარელო გოგოებო. ჯერ არ გძინავთ? არა. ვერ ვიჯერებ, რომ ისევ ერთად ვართ. მოვედი, რომ ძილინების აგისურვოთ. გოგოებო, მამას აკოცეთ. მოდი. შენს? ძილინების საალი კემალ. ძილინების. დედავეს სხეული პროცესის სასამართლოს ერთი წლით არ გადაედო. ის გველი აჰო მოგშორდებოდა და ჩვენი ალი ქემალიც საბოლოოდ დაისვენებდა. რაც მოხდა, იმით უნდა ვიყოთ კმაყოფილნი, ბატონო ბურხან. ფიუსუნის ასე ადრე გათავისუფლების იმედი არ გვქონდა. ეს ხომ ბედნიერებაა. რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს. ახლა იმ გველისგან თავის დაღწევა გადაგვრჩა. გააჩუმდი, ბატონო ბურხან. კარგი, კარგი. დაიძინე, ცუძე ნოიფიქრებ. ძილინების. უკვე გადავფურცლავ? რომელი საათია? პირველი დაიწყო. მიდი. კარგი. მე ამ გვერდზილამას გულებს დავხატავ. კარგი. 8 დღე დარჩა. ო, სულ ცოტა.
კერემ მალე დაბრუნდი უშენოდ ვერ ვიძინებ მოწყენილი ვარ საყვარელო ცოტაც მოითმინა ხვალ სახლში ვიქნები კარგი ძალიან მიყვარხარ მეც ძალიან მიყვარხარ ეკონომიკური კრიზისი ნელ-ნელა იზრდება. მრეწველობის ტემპების 8 წლის მონაცემები. პოლიციამ სტამბოლის ცენტრში საროსკიპო დახურა. მიხარია რომ სახლში ხარ. გმადლობ შაჰრაზად. მერტმა ბევრი ასეთი ბედნიერი დღე გვაჩუქოს. ამინ. 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 კან, პიძიაგანის არ მოეხვევი? შენ ჩემი პიძია ხარ? ო, რა თქმა უნდა. მიდი გაიქეცი. მოდი ჩემთან პატარა. მობდანდით საუზმე მზადაა. დავსხდეთ ვიზაუზმოთ. ლილიპუტო ჩვენ გარდით დაჯექე. კარგი, გმადლობ. შაჰრაზად ბატონი ონური რატომ არ მოვიდა? როგორც დიდი ოჯახი ყველა ერთად ვისაუზმებდით. აქ დაჯექე? აბო, მამა ამერიკაში გაემგზავრა. იქ საქმე აქვს. მართლა? მიდი დაჯექი. ისმენ? გაიღვიძე? ხო, შენ სად ხარ? სეზენ, მე ისევ ჩემს მეგობრებს ხვდები. მეგობრებს? ხო, ძვირფასო. ეკოსში რალი იმართება. გასაგებია, რა თქმა უნდა. თუმცა რალი იმართება? მიდი გაერთე შენს მეგობრებთან. რა უხეშად ეპყრობი ტელეფონს? აქ წვენია? ძალიან სასაცილოა. აბა გასინჯე? მიდი, ძალიან გემრიელია. კარტოფილით და ყველით. ამის საყიდლად ბეშიქტაშში წავედი. როგორ მოგატყუე? შენ კი მაშინვე დაიჯერე. ვერ მივხვდი. მე ხომ იმ კედელთან ვიდექი. აპატია. ხო. მოდი დამეწიე. აიცადეთ, დამელოდეთ. სერბილი დავიღალე. მე არა. მიდი ჩქარა. უგარბი ხარ. ვერ დამეწევი, გავიქცევი. ვერ დამეწევით. ხალბატონო ნადიდე, მე და ონორე ვშორდებით. რა? მიდი დამეწიე დროზე. მაგრამ რა მოხდა შველა? მიდი, გადახდი. მეტი აღარ შემიძლია. ავილებიც იყიდე? ხო. ძალიან ლამაზია არა? მაგრამ მალე დაჭკნება. მერე რა? ახალს ვიყიდი. ალბათ ყვავილების გამო არტერი ხომ ასე? ეს გამიკვირდებოდა.
რალიზე მართლა უნდა წახვიდე? არა, ძვირფასო გეხუმრე. მანქანა სახელოსნოში უნდა წავიყვანო. წამოყვები? არა. კარგი. მაშინ მოგვიანებით შეხვდებით. რა გემრიელი ყავა. გასინჯე. ჰოლდინგში წახვალ დღეს მელეკ. არა, მინდა შაბათის სახლში გავატარო შენ. მეც ვრჩები. შვენიერია მაშინ რამე მოვიფიქროთ. Telefonun çalıyor. შენი ტელეფონი რეკავსედა. Ne yapıyorsun sen? რას აკეთებ? Telefonun çalıyor. ტელეფონი რეკავდა. Efendim. გისმენთ? ალო. Alo. ალო. ქალბატონი დამჭირდება. Kimsiniz? ვინ ხარ? შენ არ მიცნობ. Tanıdım. მაშინ თქვი ვინ ხარ? ქალბატონი დას დაუძახე. Ben Ed. ედა ვარ, შენ ვინ ხარ? ხმა მოიღე. შენ ბატონ ოზჯანს ხელი ხარი. Kimsin? ვინ ხარ? Adın ne? რა ქვია? იკამათეთ. საშენ ხელი ხარი. დაგინახე. Ne istiyorsun? რა გინდა? კერემ, ო, ბავშვი მთელი დღე არ მოძრაობს. როგორ? Hiç kıpırdamıyor. სულ მოძრაობდა დღეს კი აღარ მოძრაობს. ექიმს დაურეკა. იქნებ დაველოდოთ. რას დაველოდოთ? Söylemesin. ჯობდა საერთოდ არ მეთქვათ, ყველად ნერვიულობ. Panik yapıyorsun boş boşuna. ალო? ექიმო თქვენ ხართ? İyi günler. გამარჯობა. გისმენთ? მინდა ადამიანის გაუჩინარების შესახებ გაცნობოთ. სახელი? სემიხ ოვშჩენერი. თქვენი ვინ არის? Baba. მამა, მისი ასაკი, სიმაღლე და განსაკუთრებული ნიშნები. 60 yaş. 60 წლისაა, ჭაღარად მაქვს, სიმაღლე 180 სანტიმეტრი გამხდარია. მსგავსი ფოტო გვაქვს. Nasıl var? როგორ? Yani bak. ვერ გავიგე? გვამია ნაპოვნი. გარდაცვლილი მამაკაცის. შეხედეთ, იქნებ ის არის. მოდით. მე ვაშლი მინდა. მე მანდარინი. შენ საიღე? კან? ალო? Evet, დიახ, მე ვარ. Ne? რა? Her şey düzelir kızım. ყველაფერი გამოსწორდება, შვილო. ასე ნუ განიცდი. Üşümedin mi Şehrazat? არ შეგწევდა შახრაზად, წამოდი შეგნით შევიდეთ. კარგი. Oğlum ne bu hal? შვილო, რა გჭირს?
ალი ქემალ რა მოხდა? აჰუ, ხო, პროსტიტუციის ბრალდებით დაუკავებიათ. რა? Düne kadar hiç rahat დღემდე საერთოდ არ ჩერდებოდა, სულ მირწყამ და ძილშიც კი. თქვენი აზრით ეს ნორმალურია? bakalım. ვნახოთ ახლა ყველაფერს გავიგებთ. Sorun yok. რამე პრობლემა ხომ არ არის? 7 gün sonra 7 დღეში უნდა ვიმშობიარო. doğumun tarihi მშობიარობის თარიღს ხომ არ შეცვლით? მე პარასკევისთვის ვემზადები. Ne oluyor? რა ხდება? Ne oldu? რა მოხდა? რამე პრობლემაა? Söylesenize. მითხარით ეკიმო. Bebeğin ბავშვის გულისცემა არ მესმის. არა. 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 გულისცემა არ არის. არა. არა. არა, 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 არა. არა. ცდებით არა. არა. ცდებით არა. აი, გაინძრა. ქერემ ნახე, გაინძრა. ნახე. საყვარელო. ქალბატონო ბენო გეჩვენებათ. თავი დამანები. კარგი. ქერემ ნახე, გაინძრა. გაინძრა, ხომ მიგზენი არა? ბავშვის გულისცემა აღარ ისმის. გარდაიცვალა. თქვენი აპარატურა გაფუჭდა, ქერემ ბავშვი გაინძრა. ქალბატონო ბენო უნდა გამშობიაროთ. არა. ბენო, დამშვიდდით. ქერემ გთხოვ წამიყვანე. ქალბატონო ბენო გეჩვენებათ. შეახრაზადის ექიმთან წავიდეთ, კარგი? გთხოვთ. გამიშვი. სხვა ექიმთან წავიდეთ. ქერემ, გიკეთოთ. გამიშვი.ახლავე უნდა იმშობიაროთ. დამაჩქარებელს არ გავიკეთებ. ქერემ, აქედან წამიყვანე. არ მინდა. კარგი? კარგი, ვიმშობიარებ, მაგრამ ნახავთ რომ ჩემი შვილი ცოცხალი იქნება. ama göreceksin. ჩემი შვილი ცოცხალია. Doğacak. თქვენ თვითონ ნახავთ. Bebeğim yaşıyor. მამას არ უთხრა. გაზეთებშიც კი წერენ მასზე. რა? ამ გოგოს გვარი ჯერ კიდევ ევლია უღლუა. ისევ ევლია უღლუა. ისუნ, მე ბაღში გავალ ბავშვებთან. Tamam. კარგი მამა. საყვარელო. მოიცადე? Efendim? გისმენ ბენო. უნდა ვიმშობიარო შეახრაზად. რა? მუცელი აქ ტკივდა? დამაჩქარებელს მიკეთებენ. დამაჩქარებელს? რატომ? არ ვიცი, ასე მითხრე შეახრაზად. გთხოვ, მალე მოდი. ბენო, ყველაფერი წესრიგშია. კარგად ხარ? ბენო, მიპასუხე. Yok bir şey sorun. კარგად ვარ, გთხოვ. კითხავს ნუ მისვამ შეახრაზად, დროზე მოდი. Tamam canım. კარგი საყვარელო. კარგი, ახლავე წამოვალ. Gel çabuk ol. იჩქარე, გთხოვ, გელოდები. ევლია უღლუების რძალი მეძავია. ღმერთო მიშვალე. შენს მეგობარს გამძლეობას ვუსურვებ, ღმერთ მაქნას ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ბავშვები აქ დაგეტოვებინა. არა, უნდა წავიყვანო. ნილფერს გაკვეთილები აქვს მოსამზადებელი. ქალბატონი ნადიდი სად არის? სამზარეულოში. დედა შახრაზადი მიდის. რა მოხდა შახრაზად? რამდენ ხანს გაგრძელდება? ცოტა ხანში ჭინთვები დაეწყება. აუცილებლად უნდა იმშობიაროს, თორემ დედის სიცოცხლე საფრთხე დაემუქრება.
კერემ, ჩემთან სახლში დაგვრჩა. გთხოვ მოიტანე. ბავშვი რომ დაიბადება ჩასაცმელი ხომ უნდა? ასე ნუ მიყურებთ. ჩემი შვილი ცოცხალია. რომ დაიბადება თქვენც ნახავთ. მამა. დამშვიდე. მამა. ხო. მამა. სეზენ. მამა, ბურაკ მამა მოკდა. ცოცხალი აღარ არის. შაჰრაზადი რა უცებ წავიდა. რა ეკნა ბატონო ბურხანი? მისი უახლოესი მეგობარი მშობიარობს. ღმერთმა მშვიდობა მისცეს. ბატონი ქერემი სულ მალე მამა გახდება. ღმერთმა ქნას. ქალბატონო ნადიტე. დღეს შაჰრაზადს რა სჭირდა? არაფერი. ალბათ დაღლილი იყო. რა ვიცი, ცოტა მოწყენილი მომეჩვენა. არაფერია დაწყმართი. მაგას ხელი გაუშვი? გაზეთები ნაგავში ჩაგიყრია. ჩემზე ხომ არ ეწერა? შენზე? არ გინდოდა ბავშვებს ენახათ? შენ არაფერ შუაში ხარ ფიოსონა. არ მინდოდა მამას ენახა და ამიტომ გადავაგდე. რატომ? რა მოხდა? თავი მოგვეჭრა. საქვეყნოდ შევრცხვით. ბატონმა ბურხანმა რომ ნახოს გული გაუსკდება. დედა რა მოხდა? აჰუ, ხომ გახსოვს სალი ქემალის ცოლი? თურმე პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს. შვილო, მამამ არ გაიგოსა. ხომ იცი სტენდი აქვს ჩადგმული. როდის დამეწყება? სულ მალე. ექტენო? ჩემი აზრით ექიმი ცდება. რომ შეიძლება ხანდახან აპარატურა ცდებოდეს არა? კალბატონო ბენუფტო ხარ. კერემ, ტელეფონს უპასუხი ან გათიშე. ბერგი საყვარელო. იქნებ ცდებით. რომ შეიძლება ასე იყოს. გისმენ ბურაკ. ქერემ. გისმენ. რაღაც უნდა გითხრა. ის ბურაკმა ამოიღე მიდი თქვი. ამა შენი სემიჰი. ხო, გარდაიცვალა. ქერემ გესმის? კარგი დაწყნარდით. სეზენი ცუდად არის. კარგი დაგირეკავ. კერემ, ხელი მომკიდე. კარგი. არ გამიშვა. ხო. კარგი საყვარელო. ღრმად ისუნთქეთ. რა გითხრა? მერე დაგირეკავ. რას ნიშნავს მერე დაგირეკავს? არ ვიცი, ასე მითხრა, ალბათ რამე სხვა საქმე აქვს. საქმე აქვს? ბურაკ მამა გარდაიცვალა. ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს? არ გითხრა მაინც რა დაემართა? ჩვენთან მოვა თუ საავადმყოფოში? ნუ ყვირი, ხომ გითხარი, არაფერი უთქვამს, დაგირეკავ. და გამითიშა, გასაგებია? სეზენ. ეგ არის ძმა. ეუბნები მამა გარდაიცვალაო და პასუხობს დაგირეკავო. სულ მარტო დავრჩი. ამ ქვეყნად სულ მარტო ვარ, სულ მარტო. ასე რატომ ლაპარაკობ? მე ვინ ვარ? მიდი გაიჭინთე. მიდი ძირფასო. მიდი კარგია. მიდი კარგია. ცოტა დარჩა. მიდი გაიჭინთე ძირფასო. მიდი გაიჭინთე. მოდის. ოჩახ. მოდის. ცოტა გადარჩა. ოჩახ. რატომ არ ტირის?
ექიმო, მითხარით რატომ არტირის? კერემ არტირის. კერემ არტირის. კერემ რატომ არტირის? კერემ არტირის. არა. რატომ არტირის? ექიმო, რატომ არტირის? კერემ. ზაყარელო. ჩემო პატარა. გაზეთები სად გაქრა? ნიმეთ, გაზეთები სად არის შვილო? მე არ მინახავს. მაშინ მოძებნე. კარგი, მე გადავყარე. რატომ? დღევანდელი გაზეთები რამ გადაგაყრევინა? დამჭირდა გამოვიყენე და გადავყარე. ამ საღამოს გაზეთს ნუ წაიკითხავ, არაფერი მოხდება. ღმერთო ჩემო. ნიმეთ მოდი. უმუთი ბურჩინის საწოლში დააწვინე. კარგი, მიდი წაიყვანე. ახალ ამბებს მაინც მოусვინოთ. ნახოთ ქვეყანაში რა ხდება. სტამბოლის პოლიციამ წუხელად ჩატარებული ოპერაციის შედეგად პროსტიტუციის ბრალდებით რამდენიმე დაჯგუფება დააკავა. სპეცოპერაცია ერთდროულად 4 ადგილას მიმდინარეობდა. პოლიციამ სხეულით მოაჭრე ქალები დააპატიმრა. დანაშაულში 6 ბრიტანელი თავიანობის დადგენის შემდეგ ყველა მათგანი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამ სამარცხვინოებს შეხედე. ოჯახი არ ყავთ? ან დედა? ან მამა? ბენო გინდა ბალეში აგიწია. საყვარელო, რამე ხომ არ გინდა? ბენო. ნუ ელავთ, მალე გამჯამრთელდება და გავწერთ. ესე იგი, ამბობთ, რომ კარგად იქნება. სანერლო აღარაფერია, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დღეიდან გამოჯამრთელების პერიოდი დაიწყება. ვიცი, ბიჭი ყოფილა. დენიზი უნდა დაგვერქვა. მაგრამ ვერ იცოცხლა. დენიზი, ვერ გადავარჩინეთ. ექიმს კითხე რატომ? რა გავაკეთეთ არასწორად? ბატონო კერემ, გთხოვთ. თურმე ასეთი რამ იშვიათად ხდება. მიზეზიც არიციან რა არის. ასია თქვენ არ ხართ დამნაშავე. თავს ნუ იტანჯავთ. ვერ წარმოიდგენ გული როგორ მტკივა. დღეს შვილიც დავკარგე და მამაც. რა? კერემ. კერემ შვილო. ასეთი რამ როგორ მოხდა შახრაზად? წამოდი სეზენ. ხო, წამოდი. წამოდი. თავი დამანებე. როგორ ჩანს ვერ გაიგე რა მოხდა ბურაკ. დღეს მამა გარდაიცვალა. მორგში მამას ცხედარი ამოვიცანი. სეზენ ზურფასო, მესმის შენი ძალიან იტანჯები, მაგრამ ქერემსას გარდაიცვალა შვილი. მამა ჩემი მისი მამაც იყო.
გარდაცვლილი ბავშვი შენი ძმისშვილი იყოს ეზენ. მათ ბავშვი კიდევ ეყოლებათ, გასაგებია? მაგრამ მამა უკან ვერ დაბრუნდება. რა სასტიკი და გულქვა ადამიანი ყოფილხარ. უკანასკნელად გეკითხები, მოდი ხარ თუ არა? არა. როგორც გინდა. სურნიერი და ფლავი მომიტანა. კარგი ძმაო. გინდა? ძვლის ნახარში დაკეთებენ. შენ თავი ვინ გქონია? ვინ ხარ სისულელეებს რომ მეუბნები და მაწუხებ? ვინ ხარ? ერთი ჩვეულებრივი მუშა ხარ. ჯომად, მაშინ რატომ მოხვედი? თუ სისულელეებს ვამბობ, არ მოსულიყავი? იმის სათქმელად მოვედი, რომ თავი უნდა გააკონტროლო. უნდა იცოდე ვის რას ეუბნები, შენი სისულელეების მოსასმენა დამცალია. თუ პოლიციაში მივალ და ვიტყვი, რომ მაშინ დაშებ. ცუდად წაგივა საქმე. როგორ ფიქრობ, პოლიცია ვის მხარეს დაიჭერს? შენ დაგიჯერებენ თუ მე? მაშინ იქნებ ამ ფოტოებს დაუჯეროს. რამდენი გინდა? 50,000 ლირა. რა? ექიმმა დამამშვიდებელი მისცა. საბრალო. ნუ ტერე. სად მოხდა? ბეოღულზე. როდის მოხდა უკვე იციან? ზუსტად არა. პოლიციამ თქვა რამდენიმე დღის ამბავია. მეგობრებო, იქნებ ცოტა ჩუმად იყოთ. უკაცრავად. არა უშევს. სასაცილო არა ძმაო. პოლიციამ თქვა ძარცვა მოხდება. საფულე, საათი, ტელეფონი, ყველაფერი მოუპარავთ. შენ მოიცანე? არა. ძეზენმა. უმერთ. ცუდად არის, თავს ვერ აკონტროლებს. აქ ამიტომ არ მოვიდა. ძალიან ცუდად არის. კარგი. დაკრძალო ის საკითხებზე ბატონ მეჰმედს დაელაპარაკა. უკვე ველაპარაკა. მეგობრებო, ცოტა პატივისცემა გამოიჩინეთ, საავადმყოფოში ვიმყოფებით. მაშინ წადი და სხვაგან დადექით. რას ამბობ მეგობარო? გითხრა საავადმყოფოში ვართო, ვერ გაიგონე? გამიშვი. ქერემ რას აკეთებ? გითხრა საავადმყოფოში ვართო. ქერემ გაჩერდი? კარგი. ჩემი შვილი მოკვდა. გესმის? კარგი. ჩემი შვილი მოკვდა. კარგი ქერემ. კარგი დამშვიდი. კარგი. გოგონები თავიანთ ოთახებში იძინებენ? ხო. შენ სადი შენს ოთახში მე უნდა დავიძინო. ფიოსუნ. რატომ გამირბი ხარ? შენ ჩემი ცოლი ხარ. შენი ცოლი სხვა ქალია, ალი ქემალ. არ გინდა. ის უნამუსო ქალი ჩემი ცოლი არ არის. ჩემი ნამდვილი ცოლი შენ ხარ, ფიოსუნ. ჩემი შვილების დედა. გთხოვ შენს ოთახში წადე. კარგი. ღამე მშვიდობისა. შენ შენ ოთახში რადიატორი არ მუშაობს. რამე დაიფარე, არ შეგწევდეს.
Yatmıyor musun? არ წვები? ასე დროს რას ალაგებ? შენ დაწექი. მე არ მეძინება. აშკარად რაღაცაზე ნერვიულობ. არა მეთქი, ხომ გითხარი? მომისმინე. ჩვენი ნებძალი უკვე სახლშია. მადლობა ღმერთს, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდით. მაგრამ შენ მაინც არ ხარ ბედნიერი. საიდან მოიტანე? რას გადამეკიდე? არ მითხრა, ფილსონი ისევ ქაისერიში უნდა წავიდესო. ამას როგორ ვიტყვი? ის უკვე სახლში დაბრუნდა. ძველი ამბები წარსულს ჩაბარდა. აბა, რა გჭირს? არაფერი, ბატონო ბურხან. მართლა. კარგი, დავწვევი. იმედი მაქვს ხვირი არ გაუტეხა. არა, უბრალოდ სისხლი წამოვიდა. შენი ამბავი რომ გაიგებოდი შემოიხადა. უცებ კონტროლი დავკარგე. დამშვიდი. ხომ იცი როგორც წესი ასე არ ვიქცევი. კარგი, დაივიწყე. მამა შენის ამბავი როდის გაიგე? ბენოს ტკივილი რომ დაეწყო. ბურაკმა დამირეკა. ძალიან სულ მდგომარეობაში ჩავარდი უნურ. კერემ, არ გინდა. დავიღუპე. არ გინდა, კერემ. შვილი დავკარგე. იმავე დღეს მამაც. ჰოლდინგის საქმეები ცუდა და ყველაფერი თავზე დამენგრა. კერემ, არ გინდა. ძლიერები უნდა ვიყოთ. მაგრამ ყველაფერს ერთად გადავლახავთ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, კერემ. მე წავალ. ბავშვები მელოდებიან. ხვალ ისევ მოვალ. თუ რამე დაგჭირდებათ, დამირეკეთ, კარგი? გამომშვიდობისა. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. არა მეშავს. გამხდარ ხარ. შენც. უშენობა ჩემზე კარგად არ მოქმედებს. სახლში მიდიხარ? ხო. ბენოს ძინავს. ექიმმა წამალი დაალევინა. დარჩენას აზრი არ აქვს. მართალია. გამომშვიდობისა. გამომშვიდობისა. ონორ. ისმენ. ბავშვებთან დალაპარაკება თუ მოგინდება, შეგიძლიათ არეკო. კარგი.
არა. არა. ადექი საყვარელო. არა. არა. ბენო არ გინდა, ხო? არა. არ გინდა. არა. დამშვიდ. არა. ბენო. არა. 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 ჯერ მომისმინე. არა. ხო? არა. ამის გაკეთება აუცილებელი იყო ბატონო კერემ, რომ ეს პერიოდი უფრო ადვილად გადაელახა. ვიცი. მაგრამ ხომ ხედავთ რა მდგომარეობაშია. ვერ გადალახა. მთელი ცხოვრება იგრძნობს სინანულს იმის გამო, რომ ბავშვს ვერ გამოემშვიდობა. ნეტავ შეიძლებოდეს ამის გაკეთება. ნეტავ. მარტო დაგტოვებთ. შვილო. ჩემო საყვარელო. დედა. Efendim? გესმაშვილო. Anne sen nereye? დედა რატომ ხარ მოწყენილი? Yok bir şey. არაფერია შვილო. მაგრამ საერთოდ აღარ იცინი. ინებეთ გაბატონო შეხრაზად. გმადლობთ, ცოტა ხნის წინ ტელეფონი ხომ არ ეკავდა? არა. მომემზადები. თქვენც მომემზადეთ საუზმობის დროა. წამოდი კან. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ხალბატონო ნურჰაიატ. დილამშვიდობისა. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. მადლობთ. ყავას მომიტანთ. ახლავე. ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა დაამტკიცა, რომ ინდუსტრიის სექტორში არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ ინდუსტრიის სექტორის მიმართ ნდობა ოქტომბერში უფრო მაღალი იყო, ვიდრე ნოემბერში. ყავა მოგიტანეთ. მადლობთ. ძალიან ადრე მოხვედით. ხო. რომელიმე ჩვენგანი მყარად უნდა იდგეს ფეხზე. ბატონი ქერემის ამბავი მეწყინა, ვერ ვიჯერებ. ყველა ასე ვართ. ბავშვის გარდაცვალების მიზეზი გაირკვა. ექიმები დარწმუნებით ვერაფერს ამბობენ. თურმე ასეც ხდება ხოლმე. ძალიან სამწუხაროა. დიახ. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ქერემსა და ბენოს შეემთხვათ. დიახ, ბატონო. დაგტოვებთ. მეწარმეები ამბობენ, რომ პროდუქციის დასაწყობება მოუწიათ, რადგან შეკოთების მიღება შემცირდა. წელს ნოემბრის თვეში შეკოთის გაორმაგრებას ელოდებიან, მაგრამ სამწუხაროდ პირიქით მოხდა. კაისერიში თავი მოგვეჭრა. ალბათ ყველა ჩვენზე ჭორაობს.
მამა შენი ადრე თუ გვიან მაინც გაიგებს. Ne yapacağız? რა ვქნათ დედა? მოგვიანებით ვუთხრათ, ჯერ მოვიცადოთ. Dur bakalım. ალი ქემალ, Sen ადვოკატს დაელაპარაკე. იქნება ასეთ ვითარებაში უფრო ადვილად გაეყარო ცოლს. მართალი ხარ დედა. დედაშვილი რაზე ბჭობთ? Ay konuş. უბრალოდ ვსაუბრობთ, ბატონო ბურხან. შენ ყველაფერი კი არ უნდა იცოდე. Olmaz ya. ასე არ შეიძლება. Akıllı. ჩემს შვილს ჭკუას ვარიგებ. Bak ne güzel. ვეუბნები ხომ ხედავ? ოჯახი დაიბრუნე, ამიტომ უნდა გაუფრთხილდე მეთქი. კარგი დაარიგე. ვინც ჩემს რძალს პილსონს აწკენინებს, ჩემთან ექნება საქმე. Hadi burada. წამოდი ბატონო ბურხან, სამსახურში გაგვიანდება, წამოდი. წამოდი ალი ხემალ. Hadi. წამოდი. Onur, ჩემო საყვარელო. Her büyük acı küçük ამბობენ ადამიანმა დიდი ტკივილი რომ გადაიტანოს. ümit გულში პატარა იმედი მაინც აქვსო. ama Bennu ile Kerem'in არ ვიცი ეს იმედია თუ არა, მაგრამ ბენუსა და ქერემის ტრაგედია მაჩვენა თუ რა ფუჭად ვკარგავთ დროს. bunu benim söylemem. ვიცი გიკურს ამას რომ ვამბობ, მაგრამ Tek bir servetimiz. მხოლოდ ერთადერთი სიმდიდრე მაქვს. ეს ჩვენი სიცოცხლეა. Dakikaları geri getir. წარსულს უკან ვერ დავაბრუნებთ. Anladım ki sen მივხვდი რომ შენგან შორს გატარებული ყოველი წუთი ფუჭად არის დაკარგული. seni მიყვარხარ შენი seni ბენუ იტანჯება. Bennu orada acı çeker. ახლა ამის დრო არ არის. ბევრი უნდა ვიშრომოთ ალი ხემალ. მთელ ქვეყანაში კრიზისია. მართალი ხარ მამა. საქმეში უფრო დიდი მონდომებით ჩავებნები. ოჯახ. რომ ხედავ, ეკონომიის გაკეთება რა კარგია. ხალხს საქმე უკან მისდის, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენ მყარად ვდგავართ ფეხზე. მართალი ხარ მამა. წავედით, ქალბატონო ნადიდე. işler. წარმატებულ დღეს გისურვებთ. Kolay gelsin. დროებით. Nimet. ნიმეთ, Bir kahve. ყავა გაგვიგეთ. მე და ფისუნი დავლებთ. ახლავე. Niye siz? ხმას საერთოდ არ იღებ. რატომ? Ne diyeyim ki? რა უნდა ვთქვა? Yüzün gülüyor. ცოტა გაიღიმე. Her şey geçti. ყველაფერი დამთავრდა. მორჩა, Nasıl güleyim? როგორ გავიღიმო დედა? Günahlarım. ჩემი ცოდვები არსად გამკრალა. Sen kefa. შენ ცოდვები მოინანიე. Dik dur. ამიერიდან თავაწეულმა უნდა იარო. Baban da მე და მამა უკვე ასაკში ვართ. ile ile სულ თქვენ გვერდით ვერ ვიქნებით. bu ailenin ამ სახლში 4 ბავშვია. bizden ჩვენ შემდეგ ოჯახის უფროსი შენ იქნები. sen შენ ამ ოჯახის დედა ხარ. topla ki დროა თავი ხელში აიყვანო. კარგი? კაისერიში ეს ამბავი ყველამ გაიგო. ხალხს თვალებში ვერ ვუყურებ. Beni gören ვინც დამინახავს მეორე გზაზე გადადის, გამანადგურე აჰუ. sana ver. თელი შრომა წყალში ჩამიყარე. ეს გინდოდა? ასე გინდოდა ფულის შოვნა. გრცხვენოდეს. გრცხვენოდეს. კმარა, ნუ მიყვირი. Parçalar. იცოდე გცემ. დავივიწყებ რომ ჩემი შვილი ხარ და საკუთარი ხელით მოგკლავ. შენ თავს ხელიდან ვერამინ გამომგლიც. ნუ ამალაპარაკებ. შენ არ ხარ დამნაშავე? რა? ხომ მითხარი ბატონი ბურხანიშვილი ცოლს ეყრება. ადრე მოსწონდი წადი ლოგინში ჩაუწექი და შენზე იქორწინებსო. Sen değil miydin? Olmuştun. მე ასე არ მოხდა? Rahat dur. იქ ვერ გაჩერდი? ქმრისთვის თავი შეგეყვარებინა. დედა ნუ გამაგიჟებ. Bir Trabzon bilesi. გითხარი ერთი სამაჯური მაჩუქეს მეთქი შენ კი გიპასუხე ყურადღებას ნუ მიაქცევ და ამშვიდდი ნამდვილი ქალბატონივით მოიქეცი. მე არ მithქვამს წადი მეძავი გახდი მეთქი. უნდამუსო. Ahlaksız. ესე იგი მე ვარ უნამუსო. ვერ გაძეხი სიხარბე მგძლია. განქორწინების სანაცვლოდ სახლს და მაღაზიას მაძლევდნენ. ესეც არის კმარე. შენ არ ამბობდი სტამბოლში მინდა ბინაო. Diler diye gidip რადგან ის არ მოგცეს რაც გინდოდა მეძავი უნდა გამختارიყავი. კაისერიში რატომ არ დაბრუნდი? განქორწინებული სად უნდა დაუბრუნებულიყავი? ოსირცხველო, რისი ღირსიც ხარ, ღმერთმა ის მოგცეს.
ახლა იჯექი და იფიქრე რა უნდა გააკეთო. Taşla ezmek için. იწოდე სოფელში, ქვებით ჩაქოლავენ. საეროსკიპოში ბატონი ბურჰანის ზალი დააკავეს. სოფელ ტელევიზორში საჩვენეს. რამე გაუგებრობა ხომ არ არის, იქნება უბრალოდ გავს. შეხედე, ის არ არის. მართლა ის არის. რა საშინელება ბატონმა ბურჰანმა იცის? ეს შეკვეთა საიდან მოიტანენ? საქონელი ძალიან იაფად ნახე მამა. მოკარგული და სადა. რასაც ვეთქვით, ყველაფერს გამოგვიგზავნიან. შვილო, აქამდე ჩვენს კლიენტებს შორეული აღმოსავლეთიდან შემოტანილ ტყავს თავაზობდით და მოსწონდათ. ასე არ იყო? მაგრამ მამა, არავითარი მაგრამ. სხვა საქონელს ვერ მივიღებთ. ბატონი ბურჰანი მოვიდა. ეს მომხმარებლის უკმაყოფილებას გამოიწვევს. ალი ქემალ, შენს წესებს მიხევი, გზიდან ნუ გადაუხვევ. ჩვენ რომ გვაქვს ტყავი, ასეთი არსად არ არის. ბატონო ჰუდაი, როგორც ხედავ, ნარდის სათამაშოს მომზადებულ ხარ. ერთ ვლაპარაკობ მეგობარო. მოდი და განახებ რა შემიძლია. ჯერ მაღაზიაში შევივლი. ნახავ რა ხდება და მერე მოვალ. არის ის. მართალი ხარ. ესენი გაფუჭებულია. Nimet. ნიმეთ, Süpürge. ცოცხი და აქანდაზე მოიტანა შვილა. Şunları აქაურობა მოასუფთავე. Nimet. ნიმეთ. ნიმეთ. ნერიმანი ბატონი ბურჰანის ოთახში აიყვანე. დამაბრძანდით. ბიჭები ზაიყვანეთ, მინდა რომ E-ბლოკის კედლები რაც შეიძლება ვალე დაამთავროთ. მიდით. კარგი უფროსო, წარმატებას გისურვებთ, მადლობთ. გამარჯობა. გამარჯობა. ბატონო, რკეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მადლობთ. ბატონი და გამარჯობა. გამარჯობა. საქმე როგორ მიდის? ბატონო, შექმნილი სიტუაციის გამო გეგმას რამდენიმე დღით ჩამორჩით. ახლა ვცდილობთ დაკარგული დრო ავინაზღაუროთ. დიახ, სხვა გზა არ გვაქვს. გეგმას არ უნდა ჩამოვრჩეთ. რა თქმა უნდა, ბატონო. ბატონი ოჯანის საქმეები ქალბატონმა ედამ გადაიბარა. შეგიძლიათ ერთად უხელმძღვანელოთ. კარგი ბატონო. თუ რამე პრობლემა შეიქმნება, ქალბატონი და დაგეხმარებათ. მას თვალდახშული ვენდობი. გმადლობთ. Boşuna da. ყველად არ არის ნათქვამი. Ekmeği iyi. პურის გამოცხობა საფუარზეა დამოკიდებული. შვილის გაზრდა კი დედაზეო. Senin შენ დამნაშავე არ ხარ ნერიმან. ბრძალ, Kurbanın olayım. ძალიან ნანობ. Allah canımı alsın. ჯობდა მოვმკვდარიყავი და ამ დღეს არ მოსწრებოდი. Ben başım არ ვიცი რა წყალში ჩავარდე. çok geç. სინანული გვიანი ხომ არ არის? mahvoldum. დავიღუპეთ, ბრძალო, დავიღუპეთ. Kayseri'de კაისერიშიც მოგვეჭრა თავი. olayım bir elbise. დამეხმარე, გემუდარები. დამეხმარე, შენი შვილიშვილების ხათრით. გაჩუმდი? ხომ ხედავს იხარბემ რა დღეში ჩაგაგდოთ. ვერ დაკმაყოფილდით. Suçum büyük. შენ უფრო მეტად ხარ დამნაშავე. Sen yetiştin. შვილი თავად არ გაზარდე? Hadi. კარგი ვთქვათ, მას თვალები დაუბრმავდა და გზასაცდა. Sen niye? რატომ არ მიხედე? Niye namus? რატომ არ უთხარი ფული პატიოს ნადიშოვეო? Bilmiyordum ye. არ ვიცოდი, ღმერთს გეფიცები. Alsın ki bilmiyorum. არ ვიცოდი. Ne istiyorsun? რა გინდა, აქისთვის მოხვედი. Geldi kapımıza yine. Kayseri. კაისერიში ვერ დავბრუნდებით. Amcaları ჩემ მამაზლებმა მოგვიძულეს, პულიც არ გვაქვს. 5 kuruş. ქუჩაში დავრჩით. Sokakta kaldık. Onu var. მაღაზე ადრე გეფიქრათ. Niye geldin? ეს ქალი რისთვის მოვიდა? Dilencileri amca. ალბათ სამოთხავროდ. რისთვის მოვიდოდა? Daha beter kızını ვერ გამიგია, დედა უფრო ცუდია თუ შვილი. ქალბატონო ფიუსუნ საშინელი ხალხია. უსინდისოები. bırakın dedi. ჭორაობას თავი დაანებით. Ayşe აიშე, sütü çıkardı. რძე გამოიღე. Hadi güzel. ცოტა შეთბეს. კარგი. Sana değil para ver. ფულის მოცემა კი არა, სახლშიც არ შეიძლება შენი შემოშვება, მაგრამ Ama რა სიზამ, დედა ვარ. Burhan ბატონმა ბურჰანმა არაფერი იცის. elbet bir gün. ერთ დღეს ყველაფერს გაიგებს. O zaman ne olur? არ ვიცი მე რა მოხდება. Bunu verdi. არსაც ამოგწდეს ფული რომ მოგეცი. Allah razı ღმერთმა გაგახაროს. İkiniz de girin. ორივე მწესიერი სამსახური იშოვეთ. Sen gibi
დედაშვილმა პატიოსნად იმუშავეთ. ღმერთმა დაგლოცოს, ღმერთმა სიკეთე მოგცეს. კარგი, მათხოვარი ვითმელაპარაკები. ადვოკატი 1 წელი ცალკე ცხოვრების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. აჰო განქორწინებაზე ისევ უარს თუ იტყვის. ნახავ რაც მოხდება. გპირდები რძალო, გაეყრება. რძას ნუ მეძახი. ჩვენ შორის ნათესაური კავშირი აღარ არის, წადი. შენ და შენი შვილი ამ სახლში აღარ დაგინახოთ. გასაგებია? წადი, შვიდობით. რძალო, გამიშვი, აღარ შემეხო. სოკოსთვის ცომი ვინ უნდა მოამზადოს? დამოდით. Verdi mi? მოგცა ფული. Ne kadar verdi? რამდენი? Bu kadarcık. სულ ეს არის? Pinti karı. ძუნწი. hadi. ჯერ მოვიდეს განქორწინების დრო. ნახავს ალიქემალი რას ვუზამ. აჰო, Seni ayağıma... ფეხ ქვეშ გაგიდებ. Eze eze gel. ჩემი ხელით მოგკლავ, გესმის? Anam beni her... წესით უნდა ამბობდე, დედა ჩემმა ყველაფრის მიუხედავად არ მიმატოვაო. ამიერიდან პატიოსნად ვიცხოვრებო. შენ კი იმაზე ფიქრობ, ვის რამდენი გამოძალო. Ama anne... მაგრამ დედა, ეს ფული რაში გვეყოფა? გაჩუმდი? უცდებს წყვილო. Herkes nasıl yettiriyor? სხვა როგორ ცხოვრობს? ჩვენც ისე ვიცხოვრებთ. Kopardılar yaprak gibi ayırdılar senden beni içime serptim külleri nenni oğlum nenni yavrum yavrum nenni canım canım nenni yavrum yavrum nenni sana oğlum diyemedim sıcağımı veremedim nenni oğlum nenni canım canım nenni yavrum yavrum nenni oğlum nenni titreyen bir çiçek gibi çocukluğu üşüyeni hiç akmayan yaşlar gibi teselli eder mi ninni nenni oğlum nenni canım canım nenni yavrum yavrum
ამდენი ლოდინი დავიღალი, ქალბატონოედა. ცოტა ხნის წინ პოლიციასთან ჩავიარე. ვიფიქრე ხომ არ შევიდე მეთქი. 50000 ადვილი საშოვნელია. საიდან მოვიტანო ამდენი? სახლი გაყიდე. ნივთები გაყიდე. რა ვიცი, რამე გაყიდე, მოიფიქრე. სახლი არ მაქვს. შენს უფროს თხოვე. როგორ ჩანს, ბატონ ონურ ძალიან უყვარხარ. ნოსულელობ კომპანია კრიზისშია, როგორ ვთხოვო? ამდენი ფული როგორ გამოვართვა? ეგ ჩემი საქმე არ არის. ერთ დღეს გაძლევ. ხვალ საღამოს ფულს მომიტან. თუ არა და ფოტოებს პირდაპირ პოლიციაში მივიტან. ონურ, ჩემო საყვარელო. ამბობენ ადამიანმა დიდი ტკივილი რომს გადაიტანოს გულში იმედი მაინც ჩაესახებაო. არ ვიცი ეს იმედია თუ არა, მაგრამ ძალიან მომენატრა. ძალიან. ხელები კარგად დაიბანეთ? აბა მოჩვენეთ? შენც მოჩვენე საყვარელო? კბილები გაიხეხეთ? ამ პატარა კბილებს მოგაძრობ. შენს მოჩვენე? ოჩახ. დედა მამას დაურეკოთ. მამას. დედა ძალიან მომენატრა, გთხოვ. მართალია დედა შახრაზად, მამა მეც მომენატრა. წარმოდით. ეს გასაგებია. მახსოვს გითხარით, რეპორტიც გააკეთეთ მეთქი. აქ არის ბატონო ონურ. თავარი ფინანსური პრობლემა მასალაშია, ბატონო ონურ. ეს უკვე ცხადია ნახეთ, ფასებმა როგორ აიწია. გადავხედავ, გმადლობთ. არ პასუხობს. ალბათ საქმე აქვს. ენებეთ ბატონო ონურ. ხვალ დავუკავშირდით. ვინიც ის სად არის? ძალიან მაგარი ფილმია, ყველას მოსწონს. კარგი ფილმია, მე ძალიან მაინტერესებს. ვიყურო დაიკო, ხომ გინდა? მოიცადე, სუფთა მაისურს მოგიტან.
ბენო. დაიკო, მოდი გამოიცვალე. სვამს. რა ვუთხრა? როგორ ვუთხრა არ დალიო მეთქი. სად იყავი? თავს ცუდად უგრძნობდი. გავისეირნე. ტელეფონზე რატომ არ მიპასუხე? არ მინდოდა. შეიძლება დაკითხვას მიწყობ? შენზე ვდარდობდი. მაინტერესებდა სად იყავი. ეს დაკითხვა არ არის. საჭირო არ არის. ჩემზე ნუ დარდობ. ჯობია ქერემ ინჯიოღლუზე იდარდო შენს ძმას მიხედე, რომელმაც ერთი სატელეფონო ზარით მომიშორა. კარგი, მან ტელეფონით მოგიშორა. შენ მიხვედი მასთან? შენთან ჩხუბს არ ვაპირებ, ბურაკ. თითქოს მე მინდოდა ჩხუბი. რა? რა თქვი? ასეთი რამ შეუძლებელია. არ ვიცი რა გითხრა. ამის გამო იყავი მოწყენილი. მიზეზი რა გითხრა? ბატონი ონური ძალიან ეჭვიანი ყოფილა. მე რა თუ ეჭვიანია? პირიქით, ეგ კარგია. აბა ისეთი კაცი ურჩევნია, რომელიც ხმას არ იღებს და ცოლზე არაფერს ამბობს. ალბათ ცხოვრებას ურთულებს ბატონო ბურხან. რა ვიცი? ყოველ წუთს დაკითხვას უწყობს. ამბობს ვეღარ გავუძელიო. ღმერთო ჩემო, უცნაურია. მე ვიცნობ ბატონ ონურს. საკმაოდ სერიოზული, ჭკვიანი, ოჯახის მოყარული კაცია. ო, მაგრამ საქმე ოჯახს ეხება. ოჯახში ვინ როგორია ვერ მიხვდები. ადამიანები გარეცხვანაირები არიან. საიდან უნდა ვიცოდეთ ოჯახში ვინ როგორ იქცევა? არა, ქალბატონო. ამ მიზეზის გამო განქორწინება არ შეიძლება. დაველაპარაკე, მაგრამ მომეჩვენა რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ღმერთო ჩემო, გავგიჟდები. ერთი დღე ვერ უნდა ვიყოთ მშვიდად. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიერის მიერ.